დგომის პერიოდში გარდა პასკისა ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გახლავთ კვერცხი და ამასთანავე ინდროც და მნიშვნელოვანია მათი სწორად არჩევა. როგორ უნდა შევარჩიოთ კვერცხი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება შეღებვის დროს. როგორ გავარჩიოთ დაფქვილი ენდრო, ხელოვნურია თუ ბუნებრივი. ასევე ხელოვნური საღებავი რა შემთხვევაშია უსაფრთხო. სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული შემოგვიერთდა თემაზე სასაუბროდ. დილომშვიდობისა. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა მოწვევისთვის. საკმაოდ აქტუალურ თემაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ აღდგომა პრინციპში უკვე კარს მოგვადგა. კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო პროდუქტი აღდგომა კვერცხის გარეშე წარმოუდგენელია და სახლში იქნება კვერცხი, უამრავი ენდრო. კი ბატონო. საღებავიც ასე. თავარია როგორ შევარჩიოთ კვერცხი სწორად. ამ პერიოდში განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ეგრეთ წოდებული სოფლის კვერცხი, რომელსაც ხშირად ვადა არ აქვს ხოლმე თან დართული. ასეთ შემთხვევაში რა ინდიკატორი არსებობს იმის გასარკვევად, რომ კვერცხი არის ჯანსაღი და ახალი? ბატონო, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. საკმაოდ აქტიური პერიოდი მოდის, ახლა წინა სააღდგომო პერიოდი და იწყება სხვადასხვა პროდუქტების რეალიზაცია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მომენტში მომხმარებლის როლი, თუ სად შეიძენს პროდუქტებს და როგორი ხარისხის პროდუქტ შეიძენს. კვერცხის შემთხვევაში ყველაზე საჭირო პროდუქტია, ასე ვთქვათ, და ყველა ოჯახში არის და ყველა უნდა შეიძინოს. აი მაგალითისთვის ქარხნული დამზადებული კვერცხის შემთხვევაში ძალიან მარტივია მისი ვადის იდენტიფიცირება, რადგან ზედვე აქვს თარიღი, როდის დამზადდა, ანუ როდის დაიდო. და ეს თარიღი და კვერცხს ზოგადად შენახვის ტემპერატურა მაცივარში, როდესაც ვინახავთ 30 დღე აქვს, ხოლო მაცივრის გარეშე ოთახის ტემპერატურაზე 20 დღე. ყველაზე კარგი კვერცხი არის მაინც დადებიდან 7 დღის განმავლობაში. როდესაც შენარჩუნებული აქვს ის ყველა დადებითი თვისება, რაც შეიძლება კვერცხს გააჩნდეს და მაინც ყველაზე კარგი არის თუ ესეთ კვერცხს შევიდეთ დადებიდან 7 დღის განმავლობაში. თქვენ თქვით, რომ შენარჩუნებული აქვს ის დადებითი თვისებები, რაც კვერცხს გააჩნია. კარგავს ის თვისებებს? არ კარგავს, მაგრამ იმდენად ბევრი სასარგებლო თვისება აღარ აქვს, როგორც დადებიდან 7 დღის განმავლობაში. ყველაზე კარგია ზოგადად ვადა აქვს 30 დღე მაცივარში, ამ თავის თვისებები აქვს შენარჩუნებული, მაგრამ სრულყოფილად მაინც არ აქვს ვიდრე 7 დღის განმავლობაში ამას. რაც შეეხება სოფლის კვერცხს, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს წინა სააღდგომო ბაზარზე, აქ ცოტა რთული არის, იმიტომ რომ არის შემთხვევები, როდესაც არ არის ეს ნამდვილად სოფლის კვერცხი, იმიტომ რომ თვითონ მხოლოდ ფერი არ განსაზღვრავს იმას, რომ ეს არის სოფლის კვერცხი, იმიტომ რომ შეიძლება ესეთი ჯიჯის ქათამი იყოს, რომელიც ამ ფერის კვერცხებს დებს და ანუ ეს არ არის რომ სოფლის არის და რომლის ვადასაც ვერ განსაზღვრავთ, უკაცრავად ერთადერთი შეგვიძლია ესეთი მეთოდი არსებობს წყლის ჭიქაში რომ მოვათავსოთ კვერცხი, თუ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გაჩერდა ძირზე, ესე იგი ახალი არის ეს კვერცხი, თუ ვერტიკალურ მდგომარეობაში დადგა წყლის ჭიქაში, ესე იგი ოდნავ ძველი არის და თუ ამოტივტივდა საერთოდ არ უნდა მივიღოთ. ეს ფოტოშოპს მსმენია, მე არ ვიცოდი სიმართლე იყო თუ არა, მოკლედ შეგვიძლია რომ წყლით სავსე ჭიქაში კვერცხი ჩავაგდოთ და მივხვდეთ ის ახალია თუ არა. თუ დაიძირა და ჰორიზონტალურ ანუ კარგია. თუ დაძირულია და ვერტიკალურად ანუ შედარებით და თუ ამოტივტივდა, ანუ აღარ უნდა მივიღოთ, იმიტომ შეგნით პატარა ჰაერის ბუშტოკი ხომ აქვს კვერცხს და ვადის გასვლასთან ერთად ეს იზრდება ეს ჰაერის სივრცე, რომელიც კვერცხში არის, რაც უფრო დიდი არის ამოტივტივდება. კი ბატონო, სანამ გავარკვევდეთ იმას, თუ ენდრო როგორ უნდა შევარჩიოთ, ვისაუბროთ ისევ კვერცხზე, უკვე შეღებულ კვერცხზე. რამდენ ხანს შეიძლება შეღებული კვერცხის მირთმევა, რამდენი ხნის მერეც არის შესაძლებელი და სად უნდა შევიდახოთ შეღებილი კვერცხები, მაცივარში თუ მაცივრის გარეთაც არის შესაძლებელი? კი ბატონო, სააღდგომოდ მოკლედ კვერცხს რიტუალური დანიშნულება აქვს ჩვენთან და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება შევინახოთ, ერთი კვირა შეიძლება იყოს შენახული, მაგრამ ზოგადად მხოლოდ მოხარშულ კვერცხს 72 საათი აქვს შენახვა და სამაცივრო პირობებში. მხოლოდ მაცივარში, რაც შეეხება არასამაცივრო პირობებში, დაახლოებით 12 საათი შეგვიძლია შევინახოთ. თუმცა მე არ მსმენია, რომ სააღდგომო კვერცხს ვინმე მოეწამოს. მე არ მსმენია, არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ. კი ბატონო, არც მსმენია, უბრალოდ სხვა დანიშნულება აქვს, სხვა მიზნით ვიყენებ და რაღაც სხვანაირი. თავისთავად ამაზე ასე ოფიციალურად ვერ ვისაუბრებ, ყველას თავის შეხედულება და თავის რწმენიდან გამომდინარე. კი ბატონო, და ზუსტად ეგ არის მიზეზი ამ შემთხვევაში სააღდგომო კვერცხის ვადიანობის განსაზღვრა. სტანდარტულად შეუძლია სტანდარტულად კი, სტანდარტულად ეს ვადა, სამაცივრო პირობებში 72 საათი. კი ბატონო. ანუ 3 დღე.
კი ბატონო. ხშირად მოხარშვის დროს კვერცხები იბზარება და სკდება. რამდენად რეკომენდებულია ასეთი კვერცხის შენახვა და შემდგომ მირთვა? ესეთი კვერცხი, რა თქმა უნდა, ვადა ნაკლები არის, იმიტომ რომ ზიანდება მისი დამცავი სფერო. ესეთი კვერცხი, ანუ გაფსკვნილი კვერცხი, ასე რომ ვთქვათ, ანუ ეს უკვე დაზიანებულია და შიგნით ჰაერი შესული არის, ესეთი კვერცხი შეგვიძლია მაგალითად 2 საათის განმავლობაში გამოვიყენოთ. კი ბატონო. რა მინდა ისეთ ვკითხოთ, წერა ნახსენეთ. სოფლის კვერცხი შეიძლება არ იყოსო, სანამ იმ დროზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ახლა, მაგრამ სანამ მაგაზე გადავალთ, როგორ არის რაიმე კრიტერიუმით შეიძლება ჩვენ განსაზღვროთ რეალურად მართლა სოფლის ეს კვერცხი თუ არა სიტყვა. ერთადერთი კრიტერიუმი, როგორც მომხმარებელმა რო განსაზღვროთ ეს კვერცხი სოფლის არის, ეს არის მისი ანუ სანდოობა გამყიდველის მიმართ, სადიყიდება, სადყიდულობ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კვერცხი არის შემოსული დღესდღეობით ბაზარზე და ყველას დაწერია სოფლის კვერცხი და ნუ ფიზიკურად მაგდენი ვერ იქნება. კი ბატონო. კი ბატონო. კარგით, ხელოვნურ საღებავზე გადავიდეთ ენდროზე, იმიტომ რომ როგორ უნდა შევარჩიოთ ენდრო და დაფქვილი ენდროს შემთხვევაში როგორ შეიძლება თუ არსებობს რაიმე, რითიც შეიძლება მივხვდეთ, რომ დაფქვილი ენდრო არის ბუნებრივი და არ არის მასში ხელოვნური საღებავი შერეული. ენდროს შემთხვევაში, ანუ რეკომენდაციას მეუწევ, რა თქმა უნდა, ენდროთი შეღებას კვერცხების. ეს იქნება თვითონ ღეროთი შეღება თუ ფხვნილის შემთხვევაში, ნუ ეს ბუნებრივი საღებავია, ძალიან დიდი ხანია ვიყენებთ ამას და ანუ უნებელია, ასე ვთქვათ, ჩვენი ჯანმრთელობისთვის. რაც შეეხება თვითონ დაფქვილი ენდროს, შესაძლებელია, რომ არაკეთილსინდისიერი მეწამის მიერ შიგნით შერეული იყოს სხვადასხვა წითელი საღებავი, რამაც ასე ვთქვათ, გააბეროს ეს საღებავი. ასეთ შემთხვევაში ერთი ასე ვთქვათ, განსხვავება რაც შეგვიძლია გავაკეთოთ შეღების დროს არ უნდა ქონდეს ძალიან ხასხასა წითელი ფერი, იმიტომ რომ ვიცით რომ ენდრო და მუქ ფერში ღებავს კვერცხს. რაც შეეხება მეორე საკითხს, რომელიც არის ეს სხვადასხვა საღებავებით კვერცხის შეღება, მე ამას რეკომენდაციას არ უწევ, რადგან ძალიან ბევრი საღებავი არის შემოსული და ამის კონტროლი ფიზიკურად შეუძლებელია თუ რა ტიპის საღებავი არის შემოსული ბაზარზე. ერთადერთი შეგვიძლია ვენდოთ ისეთ წარმოებებს, რომელიც შეფუთულია, ეტიკეტირებულია და ასე ვთქვათ, ზედ აწერია ის ინფორმაცია, რითაც შეიძლება მომწოდებლის იდენტიფიცირება და რათა შემთხვევაში არ უნდა შევიძინოთ, ასე ვთქვათ, ესე დააყრილი რო არის წითელი საღებავი, რომელიც არ ვიცით რეალურად რა არის თორემ. რო ვიცოდეთ, კი ბატონო. აი უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ გითხრათ, რატომ შეიძლება იყოს საშიში ეს ხელოვნური საღებავი და რა შეიძლება ამან გამოვიწვიოს ზოგადად? თითქოს კვერცხი ხო გარსით არის დაფარული, თუმცა აი რა საშიშროების წინაშე ვდგავართ ასეთ დროს? არსებობს ისეთი საღებავების გამოყენება სურსათში, რომელიც არ არის დაშვებული სურსათთან, ან მაგალითად გამოყენებისთვის, ან მაგალითად შესაღებად, რომელიც საღებავებიც არის კანცეროგენები და რა თქმა უნდა, მიუხედავად იმის, რომ კვერცხი დაცულია სფეროთი, შესაძლებელია მასზე უარყოფითად იმოქმედოს. ესეთი ფაქტები ქონია, რომ გარკვეული რაოდენობის წითელ სურსათში ყოფილა ესეთი საღებავი, რომელიც აკრძალულია საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობითაც კი. და ამიტომ ეს საფრთხე რომ არსებობს, მაგიტომ უნდა მოვერიდოთ ასეთ შემთხვევაში. ესეთ საღებავის გამოყენებას მე არ ვამბობ იმას, რომ არც ერთი ესეთი საღებავი არ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ თუ არჩევანის საშუალება გვაქვს და თუ შეგვიძლია რომ არჩევანი გავაკეთოთ ენდროს და ესეთ საღებავებს შორის, რა თქმა უნდა, ავირჩიოთ ენდრო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიყენებთ ამას, გატესტილია 1000 წლის და უნებელია ჩვენი ჯანმრთელობა. კი ბატონო, და ხშირად დიასახლისების უმრავლესობა და მეც არაერთხელ გამიკეთებია ასე კვერცხის შეღების დროს, თუ ხედავ რომ ენდრო კარგად არღებავს კვერცხს, საღებავის ერთ ან ორ წუთს ვუმატებ ხოლმე. ასეთ შემთხვევაში რამდენად რეკომენდებული შეიძლება იყოს ცოტაოდენობით? შესაძლებელია, მთავარია ეს საღებავი იყოს სურსათთან დაშვებაში, 1 წვეთი, 2 წვეთი არაფერს ასაზიანოს არ მოიტანს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, პირიქით უფრო კარგ ფერს მიცემს კვერცხს. მნიშვნელოვანი რომ იყოს ეტიკეტირებული და ეს არის მთავარი. კი ბატონო, ეტიკეტირებული იყოს ესეთ საღებავი, მე არ ვამბობ რომ არც ერთი საღებავი არ უნდა გამოვიყენოთ, უბრალოდ ეტიკეტირებული უნდა იყოს და ანუ წარმოებელი მაინც უნდა ვიცოდეთ მინიმუმ ვინ არის ამის, რომ რაღაც რო იყოს, ასე ვთქვათ, ვიცოდეთ მის შესახებ, ამ პროდუქტის წარმომავლობის შესახებ. თვითონ ენდრომ ხო შეიძლება რაიმე ზიანი მოგვაყენოს თუ რაღაცა ისეთ პირობებში ამოყვანილი, რომელიც რეალურად არ შეესაბამება? ზოგადად ენდრო ბუნებრივად მოდის აქ მიწაში, ასე ვთქვათ, რამე დამატებითი სარჭირდება და ასე ვთქვათ, ბუნებრივი მცენარე არის და დიდი ნებისმიერი გამყიდველისგან სიტყვას შეგვიძლია იცით მე
უფრო რა მაინტერესებს, თუ მაგალითად ნიადაგი არის დაბინძურებული, ან ჰაერი არის დაბინძურებული, იქ სადაც ენდრო მოიპოვება. ასეთ შემთხვევაში ენდრომ შეიძლება რაიმე ზიანი მოგვაყენოს, თუ თავად ნიადაგი არის დაბინძურებული. ნოლოვანი რისკის მატარებელი არ არსებობს არც სურსათი და არც საკვები დანამატი. რისკი არსებობს ყველგან და შესაძლებელია ეს რისკი გადავიდეს ენდროშიც თუ ისეთ გარემოში მოხვდა, სადაც მაგალითად დაბინძურებული არის ეს გარემო. ყოველ შემთხვევაში ამისგან დაცულები არ ვართ არასოდეს, იმიტომ რომ თავარი არის რომ ეს რისკები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, რაც შეიძლება ახდეს პროდუქტს თავი. თუმცა ენდროს არ სჭირდება დამატებითი ქიმიური ნივთიერებები. არ ჭირდება არაფერი, ბუნებრივად მოდის და ბუნებრივად იზრდება ნიადაგში. იყიდება ღეროების სახითაც და იყიდება დაფქურის სახით. კი ბატონო, ენდროს შემთხვევაში რამდენიმე ეტაპად ვღებავთ ხოლმე კვერცხებს, ანუ დიდი ხნის განმავლობაში დუხს ქვაბში მომზადების დროს. რაიმე საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს? არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, უბრალოდ ამ შემთხვევაში ვიყენებთ, იმიტომ რომ უფრო მეტი ფერი მიიღოს, ასე ვთქვათ, კვერცხმა. იმიტომ რომ კვერცხის ერთხელ რომ მოიხარშება, იმას სხვა მეტი საზიანო არაფერია. თავარი არის, ანუ კვერცხის საზიანო მაშინ არის, როდესაც ვერ იხარშება სრულყოფილ ტემპერატურაზე, სრულყოფილ თერმოდამუშავებას ვერ გადის, იმიტომ რომ გარკვეული რისკები და საფრთხეები ამ შემთხვევაში კვერცხსაც თან ახლავს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო და საჭირო რჩევები მოვისმინეთ თქვენგან ნამდვილად. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მოკლედ ახლა ზუსტად ვიცით თუ როგორ უნდა შევარჩიოთ კვერცხი, როგორ უნდა შევღებოთ და რა ენდრო და რა საღებავი შეიძლება გამოვიყენოთ კვერცხის შეღების დროს. კი ბატონო, უგმეს მადლობა კიდევ ერთხელ. ჩვენ